საღამო მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო ერთი საკითხით. არ ვიცი, კი მომინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რეალურად არ მინდა ისე გამომევიდეს, რადგან მამაკაცებიც მიყურებთ, რომ თქვენ რამე შეურაცხყოფას გაყენებთ. თუმცა, ან თქვენზე ცუდად ვსაუბრობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ურთიერთობა, სადაც მამაკაცი უფრო მეტად აქტიურობს ვიდრე ქალბატონი, ბევრად უფრო გრძელვადიანია, ვიდრე როდესაც ხდება პირიქით, რომ ხო ასევე აქტიურობს და ასევე მამაკაც უფრო მეტად უყვარს ვიდრე ქალს. ვფიქრობ, რომ ესეთი ურთიერთობა ბევრად უფრო გრძელვადიანია, ბევრად უფრო ჰარმონიულია, ვიდრე როდესაც ხდება პირიქით, რომ ამ ყველაფერს აკეთებს ქალბატონი. არ ვიცი, შეიძლება თავიდან რაღაცა დაიწყოს კარგად, მაგრამ დროთა განმავლობაში ვფიქრობ, რომ ესეთი ურთიერთობა, სადაც ქალს უფრო მეტად უყვარს ვიდრე მამაკაცს, სადაც ქალი უფრო მეტად აქტიურობს, ქალი ითხოვს ყურადღებას, ზრუნვას ითხოვს ამ ყველაფერს, ან თავისით კი არ ეძლება, ითხოვს ურთიერთობაში ამ ყველაფერს. ანუ დაშორებულ წყვილებს შორის მამაკაცი ელოდება ქალი როდის გადმოდგამს პირველი ნაბიჯს. ვფიქრობ, რომ ესეთი ურთიერთობები ძალიან ტოქსიკურია და დიდხანს ვერ გასტანს. ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის იტანჯება ორივე პარტნიორი. მამაკაცებო, დამიჯერეთ. არ ელოდოთ არასდროს ქალისგან ნაბიჯებს. ანუ თუ გინდათ მასთან ურთიერთობა, ვფიქრობ, რომ თქვენ ელემენტარული ის მაინც უნდა იყოს თქვენს თავზე. კაცრავად მომიწია ვიდეოს შეწყვეტა ცოტა ხანი. ხო, და აი, როდესაც კაცი მეტად აქტიურია, მოკლედ, კაცს მეტად უყვარს. ამ შემთხვევაში ყოველთვის ბალანსდება ურთიერთობა. რა თქმა უნდა, არ ვიძახი ახლა, რომ ქალს არ უნდა უყვარდეს და ქალი არ უნდა იყოს ყურადღებიანი, მაგრამ როდესაც არის ესე, რომ კაცი უფრო მეტად არის შეყვარებული ქალზე, ვიდრე პირიქით, ყოველთვის არის გრძელვადიანი ესეთი ურთიერთობა, როდესაც კაცს ეშინია ქალის დაკარგვის, ყოველთვის არის უფრო გრძელვადიანი ესეთი ურთიერთობა, უფრო მეტად ზრუნავს მასზე და უფრო მეტად ჰარმონიულია ასეთი ურთიერთობები. როდესაც ხდება პირიქით, ხო, ამაზე ვსაუბრობთ იცახა, როდესაც პირიქით არის, რომ ქალი უფრო მეტად არის აქტიური, ქალი ითხოვს ამ ყველაფერს, არ აქვს ესე ბუნებრივად კი არ ხდება ურთიერთობაში ყურადღება, ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და ითხოვს ამ ყველაფერს, ესეთი ურთიერთობა ყოველთვის იქნება ტოქსიკური ორივე პარტნიორისთვის და მოსაბეზრებელი. ამიტომ მამაკაცებო, გირჩევთ, რომ თუ გიყვართ ქალი და გადაწყვეტილი გაქვთ მასთან ყოფნა, ნუ ელოდებით მისგან ნაბიჯებს. ჯობია თქვენს თავზე აიღოთ აი ეგ ელემენტარული პასუხისმგებლობა, რომ გადადგათ ნაბიჯები და რადგან ასე გამწარებული ელოდებით და გინდათ მასთან ყოფნა, ეს არ არის თავის დამცირება, ეს არ არის რაღაცა თავზე გადავლა. ეს არის მამაკაცური საქციელი და შეგიძლიათ იმოქმედოთ და გადადგათ თქვენ თვითონ ნაბიჯები. რადგან ქალბატონებს გგონია, როდესაც მამაკაცები ნაბიჯებს არ დგავთ, თქვენ არ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა. ამიტომაც ჩვენს შორს ვიჭერთ ხოლმე ქალბატონები, ყოველთვის შორს იჭერენ
ასეთი მამაკაცებისგან თავს. ნუ რა ვიცი. დავიწყოთ, დავასრულებ ჩემს შესავალს მაშინ და დავიწყოთ გაშლა. ვფიქრობ, ანუ არ ვიცი, კომენტარებში ბევრი რაღაც იყო მოწერილი თქვენგან და ერთ-ერთი ავარჩიე. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება და ვნახოთ ეს ადამიანი. ამიტომ არ ვასახელებ ხოლმე კონკრეტულად არც ქალებზე ვაკეთებ კონკრეტულად და არც მამაკაცებზე. ზოგადად ვშლი და თქვენ ვინც მიყურავთ, თქვენი მხრიდან იფიქრეთ. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება და გავიგოთ, ჯერ გავიგოთ ვინ არის ეს ადამიანი, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, როგორია, რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე. ამ წუთას თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რაღაცა ციკლურ პერიოდშია და საკმაოდ როგორ მდგომარეობაშია იცით, რაღაცა გამოიარა თითქოს მთელი ერთი ამბები, ბრძოლები, ნერვიულობები რაღაც, მაგრამ თითქოს ეს ქარიშხალი დასრულებულია მის ცხოვრებაში, თუმცა თავს მაინც ვერ გრძნობს კარგად ეხლა. აი რაღაცა ისეთ მდუღმარე მდგომარეობაშია და საკმაოდ ეჭვებიც აწუხებს რაღაცა საკითხთან მიმართებაში, რაღაცას ეჭვიანობს და ძალიან შიშები აქვს შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ეს რაღაცა სიტუაცია თავის სასარგებლოდ ფიქრობს ესე თვითონ, რომ თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაგრამ მაინც ასეთ მდგომარეობაში არის. კარგი, ეს ახლა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ზოგადად ვინ არის ეს ადამიანი? აბა ვნახოთ, როგორია ეს ადამიანი ზოგადად. საინტერესო. ძალიან, აი, როგორ გითხრათ, იცით როგორი პიროვნება, აი, ძალიან ისეთ მაღალ ენერგიებშია. ანუ ეს იგრძნობა, თვითონაც ხო ესე გრძნობს თავს და ვისაც მასთან აქვს კონტაქტი, ისიც გრძნობს, რომ აი ესეთი ძლიერი ენერგიები მოდის მისგან, ძალიან როგორ თქვა, ცეცხლოვანი და ასევე ვიტყოდი იმას, რომ შინაგანი სიძლიერე აქვს ისეთი, რომ აი ასე ვთქვათ, გულთან ახლოს არაფერი მიაქვს. ეს სიტყვა მომდის ახლა, აი რაღაცნაირი, ან თუ მიტანს გულთან ახლოს, ეს არ არის რაღაცა ისეთი მუდმივი. კი არის ახლა ასეთ მდგომარეობაში წეღანაც თქვი რაღაცნაირად მოწყენილი, ნერვიულობს რაღაცაზე, თითქოს განიცდის შიში აქვს რაღაცის, მაგრამ რეალურად შინაგანად აი ძალიან ძლიერი პიროვნება არის, არ უშინდება ცვლილებებს. მოკლედ, ანუ აქაც აი იმიტომ ჩანს ის, რომ რაღაცა საკითხი აქვს თავის სასარგებლოდ გადაწყვეტილი, იცის, რომ ესე უკეთესია, თუმცა რაღაცნაირად მაინც მოხვდა გულზე ეტყობა და განიცდის ჯერჯერობით, თუმცა მალე გადაუვლის, იმიტომ რომ რეალურად აი ძალიან სწრაფად ანულებს ეს ადამიანი თავის აი რაღაც სანერვიულო თუ აქვს, ეს არ არის ჩაციკლური ეს ადამიანი არ არის ჩაციკლური აი ამ სანერვიულოზე და იცის, რომ მაინც გამოასწორებს ამ ყველაფერს და ის ძალიან სწრაფად უშვებს რა შინაგანად, ანუ არ იძაბება და არ მიეცემა ხოლმე ამ დარდს მუდმივად, აი როგორც იცის სხვებმა დაუშვათ, რომ ბევრმა იცის ესე, რომ აი
თვეების განმავლობაში და კვირების განმავლობაში ღელავს და დარდობს რაღაცაზე, ხო? და აი ვერ უშვებს ამ დარდს შინაგანად, ხო? აი ეს ადამიანი ესეთი არ არის. ძალიან სწრაფად ანულებს ყველაფერს თავის ცხოვრებაში და ცვლის. და ამიტომ აქვს ეს შინაგანი სიძლიერე. ძალიან კარგი. აი, მოდი, მაშინ გადავიდეთ. დახასიათება მშვენიერი აქვს ამ ადამიანს. და გადავიდეთ მაშინ იმ საკითხზე, რამდენად გადმოდგამს, ანუ საერთოდ გადმოდგამს თუ არა თქვენსკენ ნაბიჯებს ეს ადამიანი. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, გადმოდგამს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს უახლოს მომავალში. ჯერ ვიტყოდი იმაზე, რომ ეს ადამიანი უმეტესად ამ წუთას გადასულია რაღაცა მუშაობაზე, ფულის გამომუშავებაზე და უფრო ძირითადად აი ამ მდგომარეობაშია. კაი, გავიგოთ აბა გადმოდგამს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ნაბიჯებს თქვენსკენ უახლოს მომავალში. ცით რა მეგობრებო, ანუ ეხლა რაც ამოვიღე და გავშალე, ეს ადამიანი თქვენს მიმართ არის ემოციურად განწყობილი, ფიქრობს თქვენზე, ახსენდება რაღაცა ბედნიერი წუთები თქვენთან და სხვათა შორის ძალიან კარგად გიხსენებთ, არ ვიცი. ფიქრობს რამე ახლის დასაწყის, ანუ ახლიდან უნდა რაღაცის დაწყება, ანუ ემოციურად არის განწყობილი აი ამისთვის, მაგრამ აბა ვნახოთ, რამდენად მოქმედებაში გადაიტანს ამ ყველაფერს, რამდენად გადმოდგამს თქვენსკენ ეს პიროვნება ნაბიჯებს. უახლოს მომავალში ექნება მეგობრებო, ანუ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მალე საკმაოდ ისეთი პიროვნება არის დაფიქრებული, ძალიან ბევრს რო ფიქრობენ რაღაცა, რაც მნიშვნელოვანია მათთვის იმ საკითხზე, ფიქრობენ ძალიან ბევრს, რომ აი რამდენად სწორედ იქცება, ანუ რამდენად სწორი იქნება მისგან ეს ყველაფერი, რის გაკეთებაც უნდა. და ამიტომ არის ახლა გაჩერებული ეს პიროვნება, თუმცა ფიქრობს თქვენზე, აი ძალიან ბევრს ფიქრობს, აი გონებაში სულ თქვენ უზიხართ, ასე ვთქვათ, ფიქრობს რაღაცა ნაბიჯების გადმოდგმაზე, მაგრამ აი რაღაც დიდი და მასშტაბური არა. აი თავი რო შეგახსენოთ რაღაცა ისეთი, ოღონდ ვერც იგრძნობთ, რომ აი ეს ადამიანი ამდენს ფიქრობს თქვენზე. მაგრამ რეალურად მოქმედებებში არ გამოსახავს ამ ყველაფერს. აი, რადგან აი ჯერ ფიქრის პროცესშია, უნდა გადაწყვიტოს რაღაცა, რომ აი რამდენად ღირს ისევ თავიდან დაწყება რაღაცის. თუმცა ფიქრებში აქვს. კარგი, აბა ვნახოთ ზოგადად ანუ რამე სერიოზულ ნაბიჯს თუ გადმოდგამს თქვენსკენ ეს პიროვნება. იცით რა, ვიღაცებთან ეს პიროვნება შეიძლება თქვენ არ გაჩვენებთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი ძალიან მოჯაჭვულია, არაჯანსაღი მიჯაჭვულობა აქვს თქვენთან. შეიძლება თვითონაც უყვირს, რომ აი რატო ვარ ამ ადამიანთან აი ასეთი მიჯაჭვული. ექნება ნაბიჯები, მაგრამ ეს იქნება რაღაცნაირი პაჟური, როგორც აქ ამოვიდა ეს პაჟი. როგორი იცით, რომ
აი მე შენ თავი შეგახსენე და აი დანარჩენი შენზეა, რაღაცა ესეთი მომენტი ექნება. და აი წეღარაც ვისაუბრე, ეხლა თქვენ თუ ქალბატონები მიყურებთ და მამაკაცს ელოდებით მამაკაცისგან ნაბიჯებს, ხო? მამაკაცისგან აი ესეთი ნაბიჯები ძალიან ცოტაა. აი ასეთ ნაბიჯს რომ გადმოდგამს მამაკაცი და ქალი რომ თავმოყრია და ელოდება მისგან სერიოზულობას, ხო? ესეთი ქალი არ აყვება ასეთ ნაბიჯებზე, ხო ხვდებით? და აი ეს თუ მამაკაცია, თუ მამაკაცზე უყურებთ, ძალიან ცოტა არის მისგან ასეთი ნაბიჯი, არასერიოზული, უпростоრად აი ცოტა, ხო, ზუსტად ეს სიტყვა არის რა, აი ძალიან გაზომილი და ცოტა რომ აი რაღაცა დაგანახე და აბა შენიცი დანარჩენი შენზეა, რაღაც ესეთი ნაბიჯი ექნება. მაგრამ თუ მამაკაცები მიყურებთ და ქალბატონი გადმოდგამს აი ესეთ მიზერულ ნაბიჯს, თქვენ შეგიძლიათ რომ ამის შემდეგ იაქტიუროთ, იმიტომ რომ მას ის გაძლევთ შანსს, რომ ძალიან ანუ შანსს გაძლევთ რომ თქვენ თქვენი თავი გამოავლინოთ და აჩვენოთ რომ გინდათ თქვენც მასთან ურთიერთობა და აბა თქვენ იცით მამაკაცებო. კარგი, გავაგრძელოთ აბა კიდევ რა ნაბიჯებს უნდა ელოდოთ მისგან ამ ადამიანისგან. ხო, მოკლედ იცით როგორ იქნება? ანუ თავიდან ხო ესეთ რაღაც ნაბიჯს გადმოდგამს და მერე იქნება ესეთი მომენტი, რომ აი ეს რაღაცა პირველი ნაბიჯი იქნება და მერე კაი დროის შემდეგ რაღაცას შეცვლის, მოიფიქრებს, გადაწყვეტს საბოლოოდ, მაგრამ ამას დრო დაჭირდება საკმაოდ, გადაწყვეტს საბოლოოდ და არჩევანს გააკეთებს, რომ აი ესე რაღაცნაირად გამარჯვებული მოვიდეს თქვენთან, გაჩვენოთ თავისი ემოციები, შეგრძნებები, რაც აქვს თქვენს მიმართ და წაგიყვანოთ აი რაღაცა იგივე ურთიერთობაში შეგითხრიოთ, ანუ რაც აქამდე გქონდათ, იგივე ურთიერთობაში. უყურეთ, ვითომ მოდის იმით, რომ ანუ შეცვლაში ვიგულისხმე ის, რომ ვითომ გაჩვენებს ადამიანი, რომ აი შევცვალე მიდგომა ან რაღაცა სხვანაირი დავბრუნდი, მაგრამ რეალურად ისევ იგივე ურთიერთობაში შეყავხართ. ანუ ერთი და იგივე წრეზე უნდა გატაროთ ამ ადამიანმა. ძალიან ისეთი პიროვნება არის თუ მამაკაცებზე უყურებთ ამ გაშლას ქალბატონები, მამაკაცი არის ისეთი, აი არასტაბილური პიროვნება. ქმედებებში ნაკლებად რომ არის მისი გრძნობები გამოხატული და მისი სურვილები და მხოლოდ საუბარში. აი საუბარი კარგად შეუძლია ნამდვილად. კარგი, აბა ვნახოთ კიდევ რა ნაბიჯები, რა შემოთავაზება ექნება რომ მოვა ეს ადამიანი, რას შემოგთავაზებთ. ხო, ამას კი შემოგთავაზებთ ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ სიყვარულს შემოგთავაზებთ, მეგობრებო, უყვარხართ ამ ადამიანს რეალურად, ბედნიერს ხდით ამ ადამიანს, შემოგთავაზებთ სერიოზულ ურთიერთობას. მაგრამ ეს რამდენად კი გეტყვით ამ ყველაფერს, მაგრამ აი ეს რამდენად ქმედებებში იქნება გამოხატული ნაკლებად. ამ ყველაფერს იტყვის უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად შინაგანად თვითონაც არ სჯერ ამ ყველაფრის, რომ თვითონ შეძლებს ვინმეს ერთგული იყოს. და სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ არა, მაგრამ ძალიან აწუხებს ამ ადამიანს ეს ფაქტი, რომ არ შეუძლია ერთი ადამიანის ერთგულება არ შეუძლია და ძალიან ცუდად ხდის, ანუ
მართლად უნამუსო და ისეთი ადამიანი პიროვნება არ არის. იცის იცნობს საკუთარ თავს, რომ არ შეუძლია, მაგრამ ისიც არ შეუძლია, რომ თქვენს გარეშე იყოს. და ამიტომ უწევს რაღაცა თავისი თავი გამოაჩინოს იმპერატორად, თქვენს იმპერატორად. ესეც გრძნობს თქვენთან თავს, აი იმპერატორად გრძნობს თქვენს გვერდით თავს და ეს მოწონს ალბათ თავისი მდგომარეობა მოწონს თქვენს გვერდით და როგორადაც აღიქვავთ თქვენ მას, აი ეს ძალიან მოსწონს. თუმცა იმასაც ვერ გაურბის, რომ რაღაც სხვებისკენაც გააპაროს ხოლმე თვალები სამწუხაროდ. კარგი. მოდი აბა ვიკითხოთ რჩევა თქვენთვის, ხო, ტაროსგან ამ სიტუაციაში. რჩევა თქვენთვის, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ, ამ სიტუაციაში რას გირჩევთ? ტარო. რას გირჩევთ ტარო აი ამ მდგომარეობაში? ამ ადამიანთან მიმართებაში რა რჩევას მოგცემთ ტარო? აი მეგობრებო, სანამ არკანს ამოვიგებ, აი ეს ხმნების დედოფალი ამოვიდა. თქვენ ამ კარგი ამოვიგებ სხვა ნებსაც და უფრო ზუსტად გეტყვით. საინტერესოა. მეგობრებო, რჩევა ტაროსგან. აი წეგანაც ეს უნდა მეთქვა რეალურად, მაგრამ დავაზუსტე უფრო მეტად კიდევ რა არკანებს მომცემდა ტარო. რჩევა თქვენთვის არის ის, რომ შეიძლება გაქვთ თქვენ სამ ადამიანის მიმართ, შეიძლება არა ხარ, რადგან ამ ვიდეოს უყურებთ, ესე იგი გაქვთ გრძნობები, მაგრამ რჩევა არის ის, რომ ვერ გააკრობთ, ახლა ვერ დაივიწყებთ, მაგრამ ასე უცებ ვერ იზავთ ამ ყველაფერს, მაგრამ უნდა გატრიალდეთ მისგან. თქვენს გზაზე უნდა წახვიდეთ, მას უნდა აჩვენოთ სრული სიცივე. უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენ ცივად ხართ განწყობილი მის მიმართ. როგორც აი თვითონ სხვა რამეს ფიქრობს, ხო, რეალურად და გაჩვენებთ თავს თქვენს იმპერატორად, ხო? აი თქვენც ესე უნდა აჩვენოთ, აი ესე ხმლების დედოფლად თავი. ცივი ენერგიები უნდა აგრძნობინოთ მას, ანუ აღარ მისცეთ და აღარ გასცეთ თქვენი გრძნობები, ემოციები. შეიძლება ვერ იტევთ ამ ყველაფერს და ძალიან რთულია მესმის თქვენი, მაგრამ უნდა იმუშაოთ თქვენს თავზე, იმისთვის, რომ აი საბოლოოდ აი ესე არ დაგემართოთ. შეიძლება ერთხელ უკვე იგრძენით თავი, აი ესეთი გულგატეხილი. შეიძლება ვიღაცა მესამე პირების გამო გულგატეხილი, რადგან ამ ადამიანს აქვს მიდრეკილება ამისკენ, რომ თქვენ გული გაგიტეხოთ, სხვა პიროვნებები აღმოჩნდეს თქვენს ურთიერთობაში მომენტალურად და ტარო გირჩევთ, რომ აი ასეთი ცივი ენერგიები დაახვედრეთ მას, როდესაც ის დაბრუნდება. რადგან არ დაგემართოთ კიდევ, არ გამეორდეს კიდევ აი ასეთი გულის გატეხვა. ეს თქვენი ემოციები, ეს თქვენი აი ეს დადებითი ემოციები, რაც ამ ადამიანის მიმართ გაქვთ და გინდათ რომ გასცეთ, გაეცით საკუთარი თავისთვის. საკუთარი თავით იყავით ბედნიერები. აირჩიეთ საკუთარი თავი, მოკლედ. სწრაფი არჩევანი უნდა გააკეთოთ, სხვათა შორის რაღაცა ესე დროში გაწელილი არა, საკმაოდ სწრაფი არჩევანი უნდა გააკეთოთ და დაასრულოთ ეს ყველაფერი. აი ეს რაღაცა მოლოდინის რეჟიმი თუ გაქვთ და სავარაუდოდ გაქვთ, რადგან ამ კითხვას სვამთ და
ამ ვიდეოს უყურებთ, ელოდებით ალბათ ამ ადამიანს, მაგრამ აი რეალობა ეს არის, მეგობრებო. თუ ამოიცანეთ თქვენი პიროვნება, რაც თავში ვთქვი, ანუ როგორიც შეიძლება იყოს თქვენი პიროვნება, თუ ამოიცანით, ეს ადამიანი არის ასეთი, რაც ამ გაშლაში ვისაუბრე. თქვენი ურთიერთობა აუცილებლად რაც არ უნდა კარგად დაიწყოს, საბოლოოდ მაინც აი რაღაცა ესე გულის გატეხვით დასრულდება. გაგიტეხავთ გულს ეს პიროვნება. ამიტომ აირჩიეთ საკუთარი თავი, საკუთარი ბედნიერება და კიდევ რას ურჩევთ ტარო ამ პიროვნებებს. მეგობრებო, მისი მოსვლა, ანუ დახვდით ცივ ენერგიებში, მოკლედ. ჯერ ხო არ ჩანს, ეხაც იმუშავეთ იმაზე, რომ გადახვიდეთ ამ ადამიანის მიმართ ცივ ენერგიებში, რაც უფრო ბევრს ფიქრობთ ადამიანზე, თითქოს ეს პიროვნება გრძნობს, იცით, ამ ყველაფერს და იცის, რომ თქვენ მაინც მასზე ფიქრობთ. ეს ენერგიები ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ადამიანებში, აი ამ ძაფებს არ წყვიტავს რა. თქვენ რაც არ უნდა გინდოდეთ, ეხლა ეს პიროვნება უნდა იცოდეთ და გაიაზროთ ის, რომ ეს პიროვნება თქვენ გულს გადგენს და არაფერში არ გამოგადგებათ და იფიქრებთ იმაზე, თქვენთვის რა იქნება უკეთესი. ან თქვენი თავი დააყენეთ ამ ურთიერთობაში პირველ ადგილზე. და იმუშავეთ იმაზე, რომ იფიქროთ გონებით და არა გულით და ემოციებით და გრძნობებით, მეგობრებო, რადგან ეს ემოციები და გრძნობები თქვენ რაც გაქვთ მის მიმართ, საბოლოოდ თქვენი გულის გატეხვით სრულდება. ამიტომ იმუშავეთ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე. ილოცეთ ბევრი, ატარეთ მედიტაციები თუ ეს მოგწონთ, ან თუ არ გამოგიცდიეთ, ჯერ შეგიძლიათ სცადოთ მედიტაციები. ან არ ვიცი, რაც თქვენ სულიერ მდგომარეობას მოუხდება, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენ ამ ადამიანის მიმართ ნაკლები რესურსები გასცეთ. შეინახეთ თქვენთვის თქვენი რესურსები და შეინახეთ სწორი ადამიანისთვის რესურსები. ანუ გაგიგიათ ხო, ნუ დაუყრეთ ღორებს მარგალიტებსო, აი ზუსტად ეგ მომენტი გაქვთ თქვენ, რომ არასწორ ადამიანთან ნუ გასცემთ თქვენს გრძნობებს, ემოციებს, თქვენს რესურსებს, არ ვიცი ახლა ამ რესურსში ვინ რას გასცემდით ახლა, შეიძლება უბრალოდ დროს, ბევრ დროს უთმობდით მას და ნუ დაუთმობთ დროს ასეთ პიროვნებებს, ნუ გასცემთ მის მიმართ დადებით ემოციებს და გრძნობებს, რადგან მაინც არ დაგიფასდებათ ამ ადამიანის მიმართ, მეგობრებო, და ტარო გირჩევთ, რომ ეს ყველაფერი შეინახოთ თქვენთვის და შეინახოთ სწორი ადამიანისთვის. და ამ სიტუაციაში იფიქროთ გონებით, იფიქროთ და იმსჯელოთ გონებით და არა გულით და ემოციებით და ამ ადამიანის მონატრებით. არ გადაძლიოს სასწორზე თქვენმა ემოციებმა თქვენი გონება. დააბალანსეთ ეს ყველაფერი და გადაწონეთ უფრო მეტად გონებისკენ. კარგით, სულ ეს იყო დღევანდელი გაშლა. მე დაგემშვიდობებით, დროებით. კარგ საღამოს გისურვებთ, მეგობრებო. საკუთარი თავის და სულის გაჯანსაღებას გისურვებთ, მეგობრებო. რაც მოიტანს შემდეგ თქვენს ბედნიერებას. დროებით.